აი რო გითხრათ ან თავარი პრიორიტეტი რა არის სპორტის განვითარება, ხო ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. აი ესეც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება ზოგადად პრიორიტეტებს, ყველა მიმართულება პრიორიტეტულია დედაქალაქში. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი გავაკეთეთ, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. თუნდაც სპორტში, თუნდაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, თუნდაც განათლების, ინფრასტრუქტურის არსებობს გამოწვევები და ერთადერთი გუნდი რეალურად ვისაც შეუძლია ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოაგვაროს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ქუჩების, გამზირების რეაბილიტაციას, აუცილებლად გავაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გავაგრძელებთ ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, რომ ხელი შეუწყოთ ყველა იმ ოჯახს და ადამიანს, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აი ასეთი პროექტების განხორციელებას, როგორც არის საფეხბურთო, საარაგბო მოედნები, გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. აღმშენებლობა და განვითარება ეს არის შეუქცევადი პროცესი. ცხადია, ეს ყველაფერი მშვიდობას მოაქვს. ყველაზე მთავარი მშვიდობა არის და მერე ყველაფერი შესაძლებელია. ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გითხოთ, მან ისაუბრა, რომ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებენ და უნდა გაიმარჯვեն, როგორც თავადაცხადებენ, ამ შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეტროს გააჩერებენ, ავტობუსებს გააჩერებენ, სამსახური აღარ იმუშავებსო და მუნიციპალიტეტს გააჩერებენ ზოგადად. წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. აი წარმოუდგენელია, ხა ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენ, ხა ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, აი წარმოუდგენელია. ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. ანუ წარმოგიდგენია, უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდა შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, უნდა შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთლიანად განვაახლეთ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები, რომელიც ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, ეს იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენ და შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვს, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამ ურჩეველი. აი ტიტლის განცხადებასთან დაკავშირებით მისი მერობის შემთხვევაში ყოველ საღამოს რუსთაველზე იქნება სანქცირებული საპროტესტო აქციები. აი ლელოს მერობის კანდიდატის ეს განცხადება და დაპირება რომ შეარჩოს. ხო, ნუ აი წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ მეორე ადამიანს მერობა უნდადეს იმისთვის, რომ შეაჩერო ყველაფერი და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი არ გააკეთო. წარმოუდგენელია ხა, ხო? ხალხი ხო ისმენს ამას, საზოგადოებას ხო გამოაქვს ანალიზი, როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს, ხო? ამიტომ არის, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, არანაირი თანადგომა არ აქვს საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ჩვეულებრივი, რა ვიცი, როგორ შევაფასო არც სიტყვებიც არ მყოფის, უბრალოდ იმდენად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან. ბოლნიშთან დაკავშირებით ანაწილებიდან ბოლნიში მელოს კანდიდატმა თქვენი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, რას უნდა ნიშნავდეს ეს ვინც იყო წარდგენილი ბოლნიში მელოს კანდიდატად მოხსნა და მელოს წევრი ხო არ ვიცი, ნუ მისი გადაწყვეტილება, რა ვიცი, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ და რანაირად მოიქცეს. წითლძესთან დაკავშირებით ისინი მშვიდობიან აქციაზე საუბრობენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, თუმცა ანა წითლიძე აცხადებს, რომ 4000 გედედეს თანამშრომელი 1000-ობით მოქალაქეს წინ ვერ გადაუდგება. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ხილად იყვნენ არ მოსრიალდი. ოქტომბრის ესე ვთქვათ 10. ხილად იყვნენ არ მოსრიალდი. როგორ შეაფასებთ ზოგადად ანა წითლიძის ამ განცხადებას? აი როგორ შეიძლება შეაფასო ანა წითლიძის განცხადება? რეალურად მოლოდინები როგორია 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ოპოზიციის მიზანი რა არის? ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს.
არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში საბოტაჟის მცდელობის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ანგარიშები დაუყადაღეს სტრასბურგის სასამართლოში სურდათ მათ საჩივრის შეტანა, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო ეს საჩივარი განსახილველად ტრასტში. ეს რომელი ორგანიზაციები იყო? EMC, სოციალური სამართლიანობის ცენტრი. თქვენ იცით, რომ ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები, ეგრეთ წოდებული NGO სექტორი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობებისთვის. თანხები, რომელიც იგზავნებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ეს დადასტურებული, დამტკიცებულია უკვე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღიაც ისაუბრა ამ ყველაფერზე და რამდენიმე ორგანიზაცია დახურა ამისთვის, რომ ისინი თანხებს აგზავნიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომ იქ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები. რა თქმა უნდა, ეს თანხები ხმარდებოდა საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, დაპირისპირების მცდელობას, აი იმ ტიპის ადამიანების შექმნას, რომელსაც დღეს რუსთაველზე ხედავთ საღამოობით ის 30 კაცუკი. მარტივი არ არის შექმნა ასეთი ადამიანი. ამას ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა და წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა. ყველაფერი ცხადი და ნათელია და არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ ამ ყველაფერს. შალო პაპუაშვილის პოსტთან დაკავშირებით გითხოთ, მან გამოაქვეყნა დღეს პოსტი, სადაც წერს, რომ პოლიტიკური ციკლი აჩვენებს, რომ საქართველოს საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის ხელით ტარდება. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ შეაფასებთ და თქვენც ფიქრობთ, რომ ამ უცხოური სპეციალისტების მიერ არის? ხო, ნუ მარიონეტები არიან, ხო ეს აგენტურა ხა ვინც არის? ნახეთ, ძალიან მარტივად აქვთ დაალაგებული თემა. ქვეყანაში წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის ჭირდებოდათ ეს აგენტურული ქსელი? რომ ქვეყანა აკონტროლონ. თვითონ იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, თვითონ რამოდენიმე გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, რამოდენიმე ადამიანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. ეს აგენტურა, რომელშიც დახარჯეს ძალიან დიდი თანხები, რომ შეექმნათ ეს აგენტურის წარმომადგენლები, ცდილობენ, რომ მათი საშუალებით არეულობა მოაწყონ, ერთმანეთს დააპირისპირონ ხალხი, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ძალიან გაშიფრული და მარტივი სქემა არის. შალო პაპუაშვილთან დაკავშირებით ასევე წერს, რომ ოპოზიციას უცხოეთიდან ლიმინიტა დაფინანსება აქვს და უცხოური აქტორები ოპოზიციის მხარდაჭერით უპირისპირდებიან ქვეყნის სუვერენიტეტს. ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს გარდამტეხი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უცხოელებმა საკუთარი მცდარი პოზიციები გამოასწორონ. ხო, მე არ ვიცი რამდენად გამოსწორდებიან, იმიტომ რომ აგერ ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი დაპირება, რაც გასცა, ეს იყო Deep State-ის დამარცხება. მეორე დაპირება ეს იყო ომის დასრულება. ჯერ არც ერთი დამთავრებულა და არც მეორე არ დაუმარცხებია. ხო, პროცესი მიდის. რაშიც ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს და რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასე მოხდება, ეს ჩვენზეც აისახება. ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა გვადარდებს ჩვენი სამშობლო, საქართველო, ხო? იმიტომ რომ ის არასწორი დამოკიდებულება, რაც აქვს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს გარედან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, წილისწამებით არის შემოფარგლული და გაჯერებული ყველა მათი განცხადება, ეს არის არასასიამოვნო და გვინდა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და სამართლიანი დამოკიდებულება უნდა იყოს ქვეყანასთან. მადლობა. მაგრამ კიდევ გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთ წელს შევაფასოთ როგორია მოლოდინები და რამდენად მნიშვნელოვანია. ნუ უკვე გუშინაც თქვი, ხა ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული მნიშვნელოვანი მესიჯებისთვის. მადლობა.